რატომ გახდა მეტფორმინი ესეთი მნიშვნელოვანი პრეპარატი? წლები გადის და მეტფორმინი მაინც ლიდერია. რომ ნახოთ მსოფლიოში ტოპ ყველაზე ხშირად გამოწერილი პრეპარატები, მეტფორმინი მეორე მესამე ადგილზე თითქმის ყოველთვის. პირველ ადგილზეა სტატინები, ქოლესტერინის პრეპარატი, მეორე ადგილზეა ხშირად ლევოთიროქსინი, ფარისებრის და მესამე ადგილზეა მეტფორმინი. რა არის ასეთი, რატოა ესეთი მნიშვნელოვანი? მეტფორმინის მთავარი გამოყენება არის დიაბეტი ტიპი 2, გლუკოზას ამცირებს, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლებიც აქვს. ერთი რომ წონის კლებას ეხმარება, მეორე AMPK სისტემას აქტიურებს და ეს ხსნის ახალ კარიბჭეს მისი ფართომასშტაბიანი გამოყენების, რისთვისაც ჯერ არ იყენებენ, მაგრამ შესაძლებელია რომ ახლო მომავალში მისი გამოყენება მოხდეს როგორც სიბერის საწინააღმდეგო პრეპარატის. თუმცა სათანადო კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული და დამატებითი კვლევები საჭიროა. და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აქ, რომ ის ეფექტურია, იაფია, მარტო გამოყენებისას თითქმის არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, რაც დიაბეტის საწინააღმდეგო წამლები 10 წლეულებია იყენებენ და უსაფრთხოების დიდი გამოცდილება აქვს. აქ რა თქმა უნდა მთავარი ის აქცენტი არის, რომ მეტფორმინი არ არის ის, რომ თქვათ, რომ რაღაცა ახალი დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატია პირდაპირაც მუშაობს, თუმცა შესაძლებელია რომ მისი გამოყენება მოხდეს მალე, იმიტომ რომ არის საინტერესო კვლევები, არის საინტერესო შედეგები ამასთან დაკავშირებით. ახლა კონკრეტულად როგორ მუშაობს და რას აკეთებს მეტფორმინი? ყველაზე მთავარი რაც წააგებს მეტფორმინი არის ღვიძლზე მოქმედებს და ღვიძლს ეუბნება რომ ნაკლები გლუკოზა გამოიმუშავე. დიაბეტიანი ადამიანების და ინსულინ რეზისტენტობის მქონე ადამიანების მთავარი პრობლემა ის არის ხოლმე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომ მათ ორგანიზმში ღვიძლი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით გლუკოზას განსაკუთრებით ღამე და გლუკოზა იმატებს უზმოძდეც. და ეს ბრძანება ზუსტად, ანუ ღვიძლს ეუბნება რომ არ გამოიმუშაო გლუკოზა და ღვიძლი ზედმეტ გლუკოზას აღარ გამოიმუშავებს. ეს არის მისი ყველაზე მთავარი თვისება. მეორე არის AMPK სისტემის აქტივაცია. ეს არის დაახლოებით როგორც ბატარეა რო უჯდება თქვენს ტელეფონს და ჩართავთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმს და ენერგიას ზოგავს და ბატარეა დიდხანს ყოფნის. ეგეთ რაღაცას აკეთებს დაახლოებით. ენერგიის დაზოგვის რეჟიმს ქმნის და ამას აქვს კარგი მომენტი ის, რომ ნაკლები ცხიმები წარმოიქმნება. სამაგიეროდ საწვავად უფრო მეტად გამოიყენება ცხიმები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ან ცხიმებს წვავს რეალურად ორგანიზმი. ამ დროს ნაკლები ცილები წარმოიქმნება, ანუ ამას ვერ ვიტყვით, რომ მთლად კარგია, ზოგ მომენტში არ არის კარგი, მაგრამ ჯამში, ანუ ეს ზრდის სიგნალები მცირდება, რაც კარგია. ეს არ არის კარგი, მაგალითად, თუ თინეიჯერი, რომელიც მას უნდა გაიზარდოს იმ შემთხვევაში არ არის კარგი ამ სისტემის აქტივაცია, მაგრამ ზოგიერთი კვლევების მიხედვით ეგეც შეიძლება იყოს სასარგებლო გააჩნია კონტექსტ. ანუ ჯამში აკეთებს ისეთ სისტემას, რომელსაც ორგანიზმი გადაყავს ენერგიის დაზოგვის რეჟიმში. ეს არის AMPK სისტემის აქტივაცია და ეს რატოა მნიშვნელოვანი, ანუ მთავარი აზრი რა არის? მთავარი აზრი ის არის, რომ ამან შეიძლება შეენელოს სიბერე ჯამში. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რაც შეიძლება AMPK სისტემას უკავშირდებოდეს. და არის ხოლმე, mTOR და AMPK სისტემას ერთად ამბობენ ხოლმე და ვიტყვი მაგას, რომ სიცხადე იყოს მან რა. AMPK სისტემას როცა ამბობენ, მის გააქტიურებას გულისხმობენ და ნიშნავს, რომ ორგანიზმი ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადადის და mTOR-ს როცა ამბობენ, mTOR ნიშნავს, რომ როგორც წესი მაგას ამბობენ, რომ mTOR-ის გააქტიურება ნიშნავს, რომ პირიქით ორგანიზმი გადადის შენების პროცესში, რომ ცილები ააშენოს, ცხიმები დააგროს და რაც ხდება მაგალითად ჭამის დროს, ხო? ჯამთელ ორგანიზმს რეალურად ჭირდება ორივე. mTOR-ის სისტემა ჭირდება მაგალითად ვარჯიშის და ცილის შემდეგ, რომ ააშენო ცილები, კუნთები დააგროს ადამიანმა აღდგენისთვის, აშენებისთვის და AMPK სისტემა ჭირდება იმისთვის, რომ უკვე არსებული შეინარჩუნოს ეფექტურად. ესაა. ხო. მესამე მნიშვნელოვანი, რასაც მეტფორმინი აკეთებს, ესაა ნაწლაურ ფლორაზე მოქმედებს, ნაწლაურ კედელზე მოქმედებს. და ეს ბოლო კვლევები ახალი და ძალიან საინტერესოა, რომ მეტფორმინი ეხმარება ნაწლაურ უჯრედებს, რომ მეტი გლუკოზა მოიხმარონ და გლუკოზის შეწობასაც ამცირებს. ესაა მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ მეტფორმინი არ მიეკუთვნება პრეპარატს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გლუკოზას და ჰიპოგლიკემიას იწვევს. სამაგიეროდ ამცირებს იმდენად, რამდენად ორგანიზმისთვის ხელსაყრელია მოკლედ. ეგ არის მუღამი, ესე ვთქვათ, რაც მის ძალიან მაღალ უსაფრთხოებას პლუს ეფექტურობას განაპირობებს.
მეტფორმინი ასევე GLP-1 სისტემაზე მოქმედებს, ანუ რადგან ეს სემაგნული ტირზე პატი და ესენი მოქმედებს, მაგრამ სუსტად, ამიტომ ეხლა ვერ ვიტყვით, რომ რაღაც მეტფორმინი როგორც პირდაპირ მათი შესამცირებელი, მაგრამ აშკარად მოქმედებს ამ სისტემებზე. აშკარად რაღაც დონეზე მადას ამცირებს და ამას როგორ აკეთებს? აკეთებს ორი ძირითადი მექანიზმი. GLP-1 სისტემას აქტიურებს, რომელიც ნაყროვანის სიგნალს ზრდის და მეორე GDF-15 ჰორმონი ეს არის. ეს ამ ჰორმონს აქტიურებს და ეს ჰორმონი მოქმედებს ტვინის ღეროზე და იწვევს სისავსის შეგრძნებას და გულისრევის შეგრძნებას. ერთ-ერთი ეს არის სტრესის დროს, რომ აი ადამიანს გული ერევათ ხოლმე, მადა ეკარგებათ და აი ამაზე რეალურად პასუხისმგებელი. ეს არის სიგნალი, რომ ორგანიზმი არის სტრეს რეჟიმში და ეხლა არ არის ჭამის დროს. დაახლოებით ეს სიგნალია, მაგრამ მეტფორმინის მიღება ამ სიგნალს აქტიურებს. ამიტომ რომ გადაყავს კიდე ორგანიზმი დაცვით რეჟიმში და აი ესე MPK სისტემაც აქტიურდება და რაღაცა, ანუ ჯამურად ორგანიზმს აწვდის სიგნალს მეტფორმინი, რომ რაღაცა ენერგიის დეფიციტის რეჟიმი მოგვივიდა და მოდით დავზოგოთ ენერგია. ამ სიგნალს აწვდის ჯამურად და ამის სხვა გამოვლინებებია რეალურად ისიც, რომ აი ეს გულისრევის შეგრძნება რაც აქვს ხოლმე ადამიანებს და მნიშვნელოვნად უმცირდება. კვლევებში აი 850 მგ და 1700 მგ-ზე ვინც იღებდნენ, მნიშვნელოვნად განსაკუთრებით პირველ დღეებში უმცირდებათ მადა. ასევე გულისრევის შეგრძნება არის ძლიერი ზოგ შემთხვევაში, მაგრამ გადის ეგ, ანუ რამდენიმე დღეში გადის როგორც წესი. ხო, აი აქვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამბობენ, რომ ჯამრთელ ადამიანებს თუ აქვს სარგებელი მეტფორმინისგან, ხო, აქ არ უნდა აურიოთ ჯამრთელი ადამიანები და დიაბეტიანი ადამიანები. დიაბეტიან ადამიანებში გვაქვს ძალიან დიდი სარგებელი. მათ შორის სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ანუ უზარმაზარი სარგებელი გვაქვს. ესეთ დიდი სარგებელი ჯამრთელ ადამიანებში მეტფორმინის თუ მიიღებენ, არა გვაქვს, მაგრამ ან წონის კლებას შეიძლება დაეხმაროს, დიაბეტის პრევენციას რო არ განუვითარდეს მნიშვნელოვნად ეხმარება და ახლობით 31% დამცირებს. გულის შეტევების და ინსულტების რისკს ჯამრთელ ადამიანებში დიდად არ ამცირებს და კიბოს მიმართ ბიოლოგიურად ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჯამრთელ ადამიანებში პრევენცია დამტკიცებული არ არის. სიცოცხლის ხანგრძლივობა ჯამრთელ ადამიანებში პირდაპირ კავშირი რო სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ეგეც არ არის. თუმცა საინტერესოა და თუმცა ანუ ბიოლოგიურად ბევრად უფრო საინტერესოა თავის მექანიზმებით მიუთითებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უნდა მოქმედებდეს, იმიტომ რომ მეტფორმინი მოქმედებს რამდენიმე გზით, რომელიც დაბერებას უკავშირდება, მაგალითად AMPK სისტემას აძლიერებს, ან ზედმეტი mTOR-C1 სისტემას ფერმენტს ამცირებს, ავტოფაგიის ნაწილს ზრდის, ინსულინის და გლუკოზის მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, ანთებით მედიატორებს ამცირებს. ანუ ეს ყველაფერი ერთად რეალურად ბიოლოგიურად ძალიან მიუთითებს, რომ დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება უნდა კონდეს მეტფორმინის, მაგრამ ან გადაწყვეტით ვერ ვიტყვით, თუმცა ძალიან დიდი ინტერესი რჩება, ძალიან დიდი მხარე რჩება, რითიც საინტერესოა და სრულიად შესაძლებელია, რომ ცოტა ხანში დადასტურდეს, რომ მეტფორმინს ნამდვილად აქვს დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება. სიკვდილიანობას ამცირებს თუ არა? სიკვდილიანობას ამცირებს ადამიანებში, ვისაც აქვს დიაბეტი. მნიშვნელოვნად ამცირებს, სადაც 20%-ით, ზოგ კვლევით მეტით, ზოგ კვლევით ნაკლებით, მაგრამ რაღაც უფრო შეჯერებული ვარიანტი არის, რომ დაახლოებით 20%. სიკვდილიანობის შემცირება ნიშნავს ხოლმე, რომ მაგალითად ორი ჯგუფია აღებული, ხო? ანუ ერთნაირები, ორივეს აქვს დიაბეტი, ერთი მკურნალობს მეტფორმინით, მეორე არ მკურნალობს მეტფორმინით და აკვირდებიან 10 წელი და ამ 10 წელში, ხო? ერთნაირად ვიღაც ადამიანები ხო იღუპებიან 10 წელიწადში, ხო? და განსაკუთრებით აღებულია ხოლმე როგორც წესი ასაკოვანი პოპულაცია და ასაკოვანი პოპულაციის რაღაც ნაწილი იღუპება 10 წლის განმავლობაში და აკვირდებიან, რომ ან რომელი ჯგუფიდან დაიღუპა უფრო მეტი. აი მით თქვენ ხოლმე სიკვდილიანობას. სიკვდილიანობას ამცირებს, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს, იქიდან იმ ჯგუფიდან ნაკლები ადამიანი დაიღუპა. ეგ არის მთავარი აზრი. ეხლა აქ არის კიდე ერთი მომენტი. მეტფორმინი მაშინ შეიძლება უნივერსალურად მივიღოთ თუ არ მივიღოთ მეტფორმინი, მანდაც მოდის ხოლმე კითხვა. იქნებ ჯობია რომ ყველა მიიღოს მეტფორმინი. ამაზე პასუხი არის, რომ მაგალითად ათლეტებში მთლად რეკომენდირებული არის, იმიტომ რომ კუნთის შენებას ამცირებს და ადამიანს ვისაც უნდა კუნთების აშენება, ათლეტებს განსაკუთრებით სიძლიერე კუნთების და კუნთების აშენება, სპორტსმენებს, ხო, მაგათთვის მთლად არ არის. კაი, კვლევები ჩატარებულია 65 წლის პლუს ადამიანებში, 14 კვირის განმავლობაში ძალოვან ვარჯიშებს ატარებდნენ, 1700 მგ-ს იღებდნენ მეტფორმინს დღეში. და ეს კუნთოვანი მასა და ბარძაყის კუნთის გარშემოწერილობა
ნაკლებად განუვითარდათ მოკლედ ვიდრე იმ ადამიანებს ვინც არ იღებდნენ და ეს აჩენს სიგნალს რომ ეს AMPK ენერგეტიკული სიგნალი რეალურად მუშაობს და მას შეუძლია ეს mTOR-ის დამოკიდებული ჰიპერტროფია შეამციროს. ხო, ეს არ ნიშნავს რომ წლების განმავლობაში მეტფორმინი აუცილებლად იწვევს სარკოპენიას და კუნთები გაანელებათ იმ ადამიანებს, ეგეთი მონაცემები არ არსებობს. ასევე არ არსებობს დაასტურებული კუნთოვანი უსაფრთხო ზღვარი, რომ მაგალითად 500 მგ-ს მივიღებ დღეში და კუნთების ზრდას ხელს არ შეუშლის და კუნთებს არ შეეხება, ეგეც ზღვარიც არ არსებობს, მაგრამ ჯამში მოკლედ, ვისაც კუნთების გაძლიერება უნდა, კუნთების გადიდება უნდა და კუნთებისთვის ვარჯიშობს, მისთვის მცირე პრობლემა შეიძლება იყოს. დიდი პრობლემა არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არ იყო, მაგრამ პრობლემა იყო. დოზირებას რაც შეეხება, დოზირება უნდა მოერგოს კლინიკურ მიზანს, რა თქმა უნდა. სტანდარტული დოზირება არის, არსებობს ორი ფორმა, IR და XR. IR-ს ეძახიან რომ immediate release, ანუ ხანმოკლე მოქმედება აქვს და XR-ს ეძახიან extended release, ანუ ხანგრძლივი მოქმედების. იწყება ხოლმე 500 მგ თუ ხანმოკლე მოქმედების იღებს 500 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში და ბოლოს ადიხარ 2000 მგ-ამდე. ეგ არის ძირითადად დოზირება. ხოლო XR ფორმა იწყება 500 მგ ერთხელ დღეში, ძირითადად საღამოთი და ადიან 1000-ზე ერთხელ დღეში. ანუ ზოგჯერ 2000 შეიძლება, მაგრამ ძირითადად ეს არის დოზირება. აქ არის ხოლმე კიდე კითხვები, როდის ჯობია მიიღოთ. ძირითადად საკვების დროს, დილით და საღამოთი, საკვების დროს და ეს გახანგრძლივებული ფორმა მიიღება ხოლმე საღამოთი საკვების დროს. ცარიელ კუჭზე თუ არაცარიელ კუჭზე აქ არის პასუხი რომ საკვებთან ერთად, იმიტომ რომ ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს თუ საკვებთან ერთად მიიღებ. ამიტომ არის აქ შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს კიდე ისა კითხვა რომ მადის დასაცრგუნად ხო შეიძლება მაგალითად საღამოთ თუ ძალიან შივდება ადამიანს საღამოს დალიოს თქვათ და მთელი საღამო არ მოშივდეს, ნაკლებად მოშივდება, შესაძლებელია. კი, ზოგ ადამიანს ვიზიც მოქმედებს, შესაძლებელია, თუმცა დიდი კვლევები ამაზე არა. ერთი მნიშვნელოვანი სიფრთხილე არის, რაც უნდა გაითვალისწინოთ მეტფორმინთან დაკავშირებით, განსაკუთრებით წლების განმავლობაში ვინც იღებს მას იმ ადამიანებმა, რომ მეტფორმინი ამცირებს B12 ვიტამინის შეწოვას. ამიტომ B12 ვიტამინის ან დანამატის სახით მიღება უნდა მოხდეს და თან საკონტროლებელია დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების განმავლობაში იღებს. და აქ არის ერთი საინტერესო კიდე გვერდითი ეფექტები და ლაქტური აციდოზის რისკი. ლაქტური აციდოზი ახლა რა არის? მეტფორმინი ხო აძლევს ღვიძლის ბრძანებას, რომ გლუკოზა აღარ წარმოქმნა. და ლაქტის მჟავისგან წარმოქმნის გლუკოზას ნორმაში ღვიძლი და როცა არ წარმოქმნის ეს ლაქტის მჟავი შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოიწვევს ლაქტური აციდოზი, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანს აქვს თირკმლის უკმარისობანი თირკმლის ფუნქცია თუ არ არის მოწესრიგებული. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ლაქტური აციდოზი არის ძალიან საშიში, მაგრამ ძალიან იშვიათი. ძალიან იშვიათი შემთხვევები ხდება, მაგრამ საშიშია. ამიტომ თირკმლის ფუნქცია, ვისაც აქვს მნიშვნელოვნად გაუარესებული, მისთვის მეტფორმინის მიღება არ შეიძლება. სხვა ისეთი რამე მნიშვნელოვანი რისკი მეტფორმინის არ აქვს. და ნუ ის გასათვალისწინებელი, ვინც ინსულინ და სულფონილ შარდოვანას პრეპარატებს იღებს, შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის რისკი გაიზარდოს. ან თირკმლის ფუნქცია ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რეალურად, იმიტომ რომ ის ლაქტის მჟავა თირკმლმა უნდა გაწმინდოს. ამიტომ თირკმლის ფუნქცია უნდა ქონდეს ადამიანს ნორმალური, რომ მეტფორმინი მიიღოს. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა არ აქვს. კუჭნაწავის სიმპტომები, ეს გულისრევა, ფაღარათი, შებერილობა, მუცლის დისკომფორტი, ზოგჯერ მადის მკვეთრი დაქვეითება, როგორც წესი ერთ-ორ კვირაში უმჯობესდება ხოლმე, ამიტომ დაბალი დოზით იწყებენ და ამიტომ საკვებთან ერთად. ნუ B12-ის დეფიციტმა დაახლოებით 5 წლის მერე შეიძლება გამოიწვიოს ხოლმე B12 დეფიციტური ანემია, ხო? ოღონდ ძალიან მაღალი რისკებიც მანდ არ არის, ან პლაცებოსთან შედარებით, მაგალითად მეტფორმინის ჯგუფში იყო 4.3% და პლაცებოს ჯგუფში იყო 2.3%, ხო? ანუ თითქმის გაორმაგებულია ისე რომ ჩანს, მაგრამ ან პროცენტულად მაინც დაბალია რეალურად. ეს ლაქტური აციდოზი ძალიან ყურადსაღებია, მოკლედ იშვიათია, მაგრამ მძიმე გართულებაა თანამედროვე გამოყენებაში. მაშინ ჩნდება როგორც წესი, როცა მეტფორმინი გროვდება, ანუ ორგანიზმი უკვე ძალიან მძიმე სტრესშია და ამიტომა კიდე რომ საშიში სცენარი არის ესეთი, რომ მძიმე ავადმყოფობა, დეჰიდრატაცია, გაუწყლოება, როცა ემართება თირკმლის ფუნქციის გაუარესება და პლუს მეტფორმინი, აი ეს კომბინაცია იღებს ხოლმე როგორც წესი ამ ლაქტურ აციდოზს. ადრეული სიმპტომები სპეციფიური არ არის, შეიძლება ვერ მიხვდეს ადამიანი, მაგალითად უჩვეულო ძლიერი სისუსტე, ან სწრაფი ან ღრმა სუნთქვა, ქოშინი, გამუდმებული გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ძილიანობა, დაბნეულობა, სიცივის შეგრძნება, ესენი შეიძლება გამოიწვიოს. და თუ მეტფორმინის მომხმარებელს აქვს ძლიერი ღებინება, დიარეა ან დეჰიდრატაცია, მძიმე ინფექცია, მწვავე დაავადება, მოკლედ პრაქტიკაშია რომ მეტფორმინი დროებით ჩერდება, როცა გადის ეს პერიოდი, მე ისევ
მიიღებს. განსაკუთრებით ათლეტებში საყურადღებოა, რომ ეს მძიმე დეჰიდრატაცია, იმუნიტეტის შესუსტება ესენი უწევთ ხოლმე თუ სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვა არის. ხო, მეტფორმინი უკუნაჩვენებია, როცა გლომერული ფილტრაცია არის 30 მილილიტრ წუთზე ნაკლები, ეგა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თირკმლის ფუნქცია მოკლედ უნდა იყოს მუშა და როცა გაუარესებულია მნიშვნელოვნად, მაშინ არ არის რეკომენდებული და არის კიდე კითხვა ესეთი, რომ ბერბერინი თუ მეტფორმინი, გვანან ბერბერინი და მეტფორმინი ერთმანეთს, ორივეს აქვს მსგავსი მოქმედებები, ორივე ღვიძლი გლუკოზის წარმოქმნას თრგუნავს, AMPK-სთან დაკავშირებული სიგნალები ორივეს აქვს, ნაწლავის მიკრობიომის, ამიტომ ძალიან ხშირად უწოდებენ ხოლმე ბერბერინს ბუნებრივ მეტფორმინს, მაგრამ ხო ეს ზედმეტად გამარტივება, ბერბერინი საკმარისად შესწავლილი არ არის და ან მეტფორმინი არის ძალიან კარგად შესწავლილი და ეს უპირატესობა აქვს რეალურად. კი, ან ბუნებრივია ბერბერინი და მაგრამ უფრო პროგნოზირებადია მეტფორმინი. ამიტომ რო ვთქვათ, რომ რაღაცა მოდი ჩანასრულეს მეტფორმინი ბერბერინით, ამის რამე მნიშვნელოვანი სიგნალები არ არის და როცა ესეთი იაფიანი უკვე კარგად შესწავლილი, კარგად დატესტილი და პრაქტიკაში გამოყენებული პრეპარატი გვაქვს, ანუ მის ჩაანაცვლება ბერბერინი არ არის მაინც რაციონალური. თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა მასზე მეტი კვლევები, მეტი მუშაობა შეიძლება იყოს საინტერესო. და მაინც რომ შევაჯამოთ ბოლოს ვისთვის არის მეტფორმინი, ვისთვის და ტიპი 2 დიაბეტი ვისაც აქვს, ჭარბიწონა ვისაც აქვს, ინსულინ რეზისტენტობა ვისაც აქვს. ყველაზე მეტად არის ასეთი ადამიანებისთვის პრედიაბეტი, ცენტრალური სიმსუქნე, მუცლის სიმსუქნე და ძლიერი ოჯახური რისკი ვისაც აქვს დიაბეტი. ამაციც მნიშვნელოვანია, ხო? ეხლა თუ არის ადამიანი ახალგაზრდა, გამხდარი, ინსულინ მგრძნობი არის, ძალოვანი სპორტსმენი, რომელსაც ეხლა უბრალოდ ფიქრობს, რომ მეტფორმინს დალევს და დიდხანს იცოცხლებს, ეს ნაკლებ ბენეფიტი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ თუ ჭარბწონიანია, ოჯახური ისტორია აქვს იმისი სიმსუქნის, ჭარბიწონის, დიაბეტის, ინსულინ რეზისტენტობის, მაშინ რეალურად შეუძლია მას მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა. ხო, აქვე შეგახსენებთ ჩემი წონის კლების 15 დღიან კვების გეგმას, რომელიც შექმნილია წონის ეფექტური კლებისთვის, რომელიც აგებულია თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინებზე დაფუძნებით და ეხმარება რეალურად წონის კლებას. ღირს 30 ლარი, ვისაც გაქვთ სურვილი, აღწერაში დავწერ ლინკს და იქ გადმოდით და ის შეგიძლიათ მოიწეროთ კვების გეგმის შეძენის მსურველებმა. ეს რეალურად ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანებს, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად აქვთ კითხვები, რომ აი რა ვჭამო, როგორ ვჭამო, როგორ ვიკვებო და ეს დეტალურად აინტერესებს და ვისაც აინტერესებს, ზუსტად ამისთვის არის შექმნილი. ხო, ნუ რედიენტთან ერთად კიდე რედიენტით საკვები დაამატი, რომელიც ასევე ჩემი შემოტანილია, მარტივდება ეს ყველაფერი და ამიტომ ხშირად არის ხოლმე რომ კომბინაციაში ყიდულობენ ხოლმე რედიენტთან ერთად, იმიტომ რომ ანუ დიეტის დაწყება კარგია, როცა იცი რა ჭამო კარგია, მაგრამ დიეტის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი არის ხოლმე დახმარება ზოგჯერ და ეს დახმარება არის რედიენტი, რომელიც შეიცავს მწვანე ექსტრაქტს, კოფეინს, თეთრი ლობიოს ექსტრაქტს და პიპერინს და თუ თქვენ თვითონაც მოძებნით, დასერჩავთ აი ტოპ საკვები დანამატები, რომელიც ყველაზე კარგად შესწავლილია უსაფრთხოებას პლუს ეფექტურობა, თუნდაც ChatGPT-ს კითხეთ, რა ვიცი, და ამოაყრევინეთ ტოპ 10 მაგალითად. იქ აუცილებლად იქნება მწვანე ჩაი, კოფეინი, აუცილებლად იქნება თეთრი ლობიოს ექსტრაქტი. ანუ ტოპებში ყველაზე კარგად შესწავლის პლუს უსაფრთხოებში ყოველთვის თითქმის ყოველთვის ყოველ შემთხვევაში შედის ეს კომპონენტები, რომელსაც შეიცავს რედიენტი საკვები დანამატი. აი ეს იყო რის თქმა წმინდა და მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.